რას ნიშნავს ჯერ მეხუთე სახლი, ხო? ზოგი ცოტა იბნევა ხოლმე, როცა ამ სახლების სისტემაზე ვსაუბრობთ, ვერ ხვდებიან მაინც რა არის, განსაკუთრებით მეხუთე სახლი, თითქოს სხვა სახლები გასაგებია, მაგრამ ეს მეხუთე სახლი ვერ გავიკეთო, რა ფუნქცია აქვს. ნუ აი შაბლონურად პირველი არის შვილები, ნუ რაც ხდება მეხუთე სახლში, ფაქტობრივად ესეთივე შვილები ყავს. ქალის რუკაშიც და კაცის რუკაშიც ესე არის. მაგრამ ფსიქოლოგიის განხრა ასტროლოგიაში, როცა გვეუბნება, ვთქვათ, მეხუთე სახლში სატურნი რას ნიშნავს და აქ უკვე გავდივართ უკვე სიყვარულზე. ეს არის სიყვარულის სახლი, მეგობრებო. აი, ვიღაცა, ან რაღაცა რო ძალიან გვიყვარს, ან შეყვარებულები ვართ, ან რაღაც რო იწევს ჩვენში აღტაცებას, რაღაც რო იწევს ჩვენში დიდ სიამოვნების განცდას. მაგალითად, ასასვენებლად რომ მიდივართ, მაგალითად, თავისუფლები რო ვართ რაღაც გრაფიკისგან, ხო და იტკბებით ბუნებით, ტკბებით მოგზაურობით, მაგალითად, დასვენებით, ეს არის მეხუთე სახლი. ანუ არ არის მხოლოდ შვილების სახლი, სულ პირველი დასაწყისი ეს არის ჩვენ როგორ ტკბებით ამ ცხოვრებით, როგორ შეგვიძლია გავერთოთ რა გვიყვარს ამ ცხოვრებაში. პლუს მეხუთე სახლი ასევე არის, მეგობრებო, როცა პიროვნულად მუშაობთ ჩვენი თავის განვითარებაზე. პიროვნული განვითარება. ეს არის მეხუთე სახლი, ანუ მას ხო სიმბოლურად მზე მართავს. და მზე არის ინდივიდუალიზმის აღქმა. როცა მე რაღაცები მინდა, მე შემიძლია გამოვხატო თავი, ანუ თვით გამოხატვა არის მეხუთე სახლის თემა. ანუ რას ნიშნავს თვით გამოხატვა ხალხში, ხომ? როდესაც მე როგორც ინდივიდი გამოვხატავ ჩემს შესაძლებლობას, აი ამის ნიჭი მაქვს, ამის უნარი მაქვს, აი ეს მომწონს, აი უკვე ეს ფიზიკური პირველი სახლი, ეს არის მე როგორ ჩანვარ, ხო, საზოგადოებაში, მაგრამ მეხუთე სახლი არის აი ემოციური გულის გამოხატვა. რა მიდევს გულში, მაგალითად, ხო? იმიტომ ეს მზის სახლი არის. რას გრძნობ, როგორ მიყვარს, როგორ შემიძლია გრძნობითი ურთიერთობები ადამიანებთან. ეს არის უკვე მეხუთე სახლი. და ცოტა არასწორად ესმით ხოლმე ხშირად, რომ აი ჩემი შვილების სახლი, რატომ, საიდან მოვიდა აქ შვილები? პირველ წყარო რა იყო? როგორი სიყვარულის მარაგი ან უნარიც მე მაქვს, ისეთივე შვილებს ვიზითავ. იმიტომ რომ შვილები ჩდებიან ჩვენი სიყვარულის უნარით. მეხუთე სახლს უყურებთ, ჯერ ანიშნით იწყება, ხო? აი როგორ უყურებთ თქვენ აი ამ სასიყვარულო სფეროს, შვილების ზონას, დასვენებას როგორ უყურებთ, რა განიჭებთ დიდ სიამოვნებას, ხო? და შემდგომ უყურებთ უკვე რა პლანეტები ხვდება, ანუ მართველი სად მიდის ეს პირველი, ანუ ჩემი მეხუთე სახლის მართველი სადღაც, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები, ჩემი ჰობი, ჩემი სიყვარულის ობიექტი, სად მიდის, რის თი ვღებულობ მე ამ ყველაფერს, ხომ?